ჩვენი მძიმე წონები. ბოლო შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატისა. ბეგაძე წერედიანი. დავით ჩახარაშვილი რა თქმა უნდა საგიც ზებედანაშაულება ადრეს კარგი მძიმე წონის მოკრივეს გამდებოდა ბატონი დავითი რამდენიმე წლებია საჯობს ნამსაჯია ბევრი საერთაშორისო ტურნირი რესპუბლიკურ ტურნირებზე და ჩემპიონატებზე უკვე აღარას ვამბობ საკმაოდ გამოცდილი მსაჯია და ცდილობს შეჯიბრების თავარი მსაჯი სუპერვაიზერი ასე ქვია ზურაბ ედუარო ფინალურ შეხვედრებში ამ საჯოს კვალიფიციური მსაჯები სიმაღლეში ოდნავ 1-2 სანტიმეტრის მაღალი იქნება წერედიანი ანუ ორივე რაღაც მეტრი და 95-დან 2 მეტრამდე იქნება წონით უფრო მეტი იქნება ბეგაძე რა თქმა უნდა ცალცია არის ბეგაძე ვიცით ისედაც წერეთიანი ახალი გადმოსულია ბატონო. კი, შარშან გამოჩნდა. შარშან, ხო. პირველად და სადღაც 19-20 წლის ბიჭია. ხო, არ ვიცი, ასაკობრივებში არ ყოფილა პირდაპირ კაცებში გამოჩნდა. ამ სიმაღლეა რა. კი, რაღაც 2 მეტრამდე. კი. და ასაკითაც არ იქნება, 20 წლის იქნება. ესეც ბოლო წვილი ვისარგებლებს შემთხვევით ბატონო მამუკა და ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი რომელსაც გური მასპინძლობს მე სიმართლე გითხრათ 46 წელია რაც წვრილი ვარ და წლებია მსაჯი ვარ ესეთი ორგანიზებული მსაჯობა თვითონ შეჯიბრის ორგანიზება თვითონ სიტუაცია აი ყველაფერი ნახეთ გაფორმება მისასალმებელია და მე ღმათ ვარ დარწმუნებული რომ ასეც იქნება ყოველთვის. ხო, აქ ბეგაძეს ჰქონდა რამდენიმე შეჯიბრი, ნამდვილად ასე არის, ბევრ ქალაქში ყოფილოთ, ჯერ წინ გვაქვს ჩვენ სამი ასაკობრივი ჩემპიონატი, 15 წლამდელები, 17 და 19. ყოფილა, მიმართება ხოლმე ბევრ ქალაქში, თბილისში, თავისთავად რუსთავში, მარნეულში ყოფილვათ. აგებგორში, დასავლეთ საქართველოში ფოთში იმართება საერთაშორისო ტურნირის კი ფოთი ბათუმი. ბევრი ქალაქი მასპინძლობს ხოლმე და ყველაფერი წესრიგშია. გაგიმარჯვეთ. მისასალმებელია. ეხლა გორშიც აგვაქვს მომავალ წელს საერთაშორისო ტურნირი გაგეგმილი. გიორგი კანდელაკისა წელს ვერ ჩავატარეთ, ალბათ შევხვდებით, ჩამოგზანდებით ისევ. ორი ტურნირი გვექნება კიდე რესპუბლიკური ჩვენი ადგილობრივი როგორ ვთქვა სპორტის საქართველოში შიდა ქართლი ჩვენი სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტომ უნდა ჩაატაროს გვიზის კალენდარში და ნახოთ როგორ იქნება. ახლა წერედიანი შედევა იყო მაგიონა ხუთი ისი. მაგიონა ხუთმა მიაღწია მიზანს. გამოცდილ მოკრივესთან კარგად ადგა ამ ეტაპზე. აბა უკვე. აი მაგრამ ნახე როგორ უკრიფავს ბეგაძის მაგიონა ჯები საკმაოდ ძლავი. დასრულდა ხო პირველი რაუნდი ბოლო წამი. 10 წამი. ბოლო 10 წამი. შარშან როგორც მახსოვს ნახევარფინალში შეხვდნენ და სადღაც ერთი რაუნდი კარგად იკრიბა, შემდეგ ვადამდე მოიგო ბეგაძე, მაგრამ მერე შემდეგ მოუმატა. მომატებულია ხალხი ნახალბედა იყო, ასე რაღაც ეთყობოდა. მაგრამ გაიყო. 4 ხმა ბეგაძე და 1 წერედიანი. 4-1. ხო, მაჩვენებს ეს იშვიათია, 10-9 არის და იქით არის 10-8. ეს მომსაჯმა საგდომის უპირატესობა მისცა ბეგაძეს
კაი ბრძოლა გაუმართა წერედიანმა. ახლა გაატარა დარტყმა. აახევინა უკვე ხა ბეგაძე. ვიცი უტყავს ბეგაძე. მემარცხენე მოკრივია და ამით და ეხა მარჯვენა ჯებით. ზესტაფონელი ტარიელ შარიქაძე გავიდა მესამე ადგილზე და ასევე რუსთაველი დავით გვალიანს მოგახსენეთ. დაიღალა ცოტა წითელი კუთხე. მომაგზელებს. მომავალში კარგი მძიმე ზონა ეყოლება ქვეყნის ნაკრებს. მაღალი ბიჭია, ცოტა ზონასაც მოიმატებს ალბათ და ფიზიკურადაც უნდა მოძლიერდეს ცოტა და თავარია რომ მებრძოლი ხასიათისაა. კარგი შეტევა გააკეთა წერედიანმა, მაგრამ საფასუხო დარტყმაც უხაქმებოდა ბეგაძემ. შავშანდნენ დოლოსთან შედარებაც არ არის. იქ ერთი რაუნდი ქონდა ასე თუ ისე თანაბარი. წერედიანს აქ ორი უკვე. კრიფავს ქულებს. გამოცდილება იყო ბეგაძს, რა თქმა უნდა. გამოცდილება მაინც თავისას აკეთებს. ბოლო 3-4 ქულა გაუკეთა რამდენიმე წამში. ალბათ სარიტანებია უკვე რა უნდა მისცეს. განსაკუთრებით ბოლო ეტაპი იჩუქა კარგა. ბოლო 10 წამი. ბოლო რაუნდი საქართველოს ჩემპიონატის პრინციპში შეგვიძლია უკვე შეჯამება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება დაჯილდოების ცერემონიალი და გუნდურ მედლების სტატისტიკას გაგაცნობთ აი ამ ცერემონიალის დროს. მანამდეც. ჩვენ შეგვიძლია ჩამოთვალოთ ჩემპიონები წინასწარ გოგონებში, ქალებში, ხოსევათ 58 კილო ნინო ჩიტაძე ბათუმი, 54 ნინო კეჭხვაშვილი გორი, 57 ხურამან კასუმოვა თბილისი, 60 კილო ანა ხვედელიძე თბილისი და 65 ლორენა სურმანიძე ბათუმი. კაცები აი ამ ბრძოლის შემდეგ იყოს 10-ვე ჩემპიონს შეგახსენებთ კიდევ ერთხელ. სულ 16-მა ქალაქმა მოიპოვა მედალი, 13 ყავდა ფინალისტი და ჩემპიონი ეყოლება როგორც ჩანს 7 ქალაქს. მისასალმებელია ბატონო მომოყაროთ 16-მა ქალაქმა მოიპოვა მედალი და 13 ქალაქს ჩემპიონები ყავდა. 13 ფინალისტი. ჩემპიონი ეყოლება 7-ს. როგორც ჩანს ხო, მისასალმებელია. კი, რა თქმა უნდა. ეს იმაზე მეტყველებს რომ თითქმის ყველა რეგიონში და ქალაქში აღმავლობის გზაზეა კრივი საქმე. გაიხსნა სკოლები, კლუბები. ბატონო, აჭარა აქ არის, იმერეთი აქ არის, სამეგრელო არის, სამცხე-ჯავახეთი არის. სამცხე-ჯავახეთი ახალქალაქი. იმერეთი არის. ხო, იქ გურიას მარტო ისა ბერძნულ-რომაულჭიდაობა აქვს, იმათ ოღონდ მაგრები არიან. კი. ახელებიც თელავი იყო, მედლები მოიპოვეს, ქართლი არის, ქვემო ქართლი არის და არის თბილისი რუსთავი. თითქმის მთელი საქართველო. ხო, სვანებიც არიან. არის. ორი მედალი ექნება მესტიას, ერთი ბრინჯაო აქვს და მეორე როგორც ჩანს ეცნობა თორცი. გამოცდილია ბეგაძე.
დაღვინებული. ბრძოლებში გამობძმედილი, ასე ვთქვათ. წერედიანის შედარებით ახალგაზრდა და წეღანაცა ვთქვი, კარგი მომავალია ქამბიჩს. წერედიანი გია წერედიანი ბატონო მამოგა მესტიელი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ჩემპიონი იყო 80-იან წლებში წარმოიდგინეთ ეხლა მასი მოსავლეთა სპარტაკიადა თავმოვალი ხო არ არის ვერ ვიკითხე და ალბათ ვიკითხავ მე შეჯიბრების შემდეგ სამწუხაროდ გია 2 წელია გარდაიცვალა წესიერი კაცი იყო კარგი მწვრთნელი და რა თქმა უნდა კარგი სპორტსმენი ხო, ნუ დაალადაიწყო ახლა წერედიანს ბოლო შეტევაც ბრიგაძის იქნება აქ გატეხა და არ დაინდო ახლა ბრიგაძემ მეტოქე შეეძლო დარტყმა მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ფინალი ვნახეთ ძიმბეჭონაში კარგი იყო ყველა ჩვენი გამოსილი AFC-ის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე გახდა ჩემპიონი მეორეზე გავიდა ბექა წერედიანი და მესამეზე ტარიელ შავიქაძე და დავით გვალია ეხლა ოფიციალურად გამოაცხადებენ და მე მედლების ჩათვლას გეტყვით როგორი სიტუაცია ბაზონი ავთანდილ შოშიაშვილი იყო ჩვენი თანაკომენტატორი ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მას მაყურებლების სახელის და იმედი გამოთქვა რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით აქ ამ ამპლუაში კარგი იყო მიხარია გაწოლა კი ბატონო აქ ესე იქნება საქმე თბილისს ექნება 4 ოქროს მედალი 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო უჯი გუთხე ნიკოლოზ ბეგაძე წითელი გუთხე ბექა წერედიანი მესამე რაუნდის ბეგაძე მოიგო თბილისი 4 ოქრო 3 ვერცხლი 8 ბრინჯაო შემდეგ 3 ოქრო აქვს რუსთავს 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ბათუმელებსაც 3 ოქრო აქვს 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო 2 ოქროს მედალი აქვს გორელებს